არა თუ მარტო საქართველოს დაკარგა ილია მეორე და საქართველოს პატრიარქი, არამედ მთელმა მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დაკარგა. ილია მეორე მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ქვეყნის სულიერი мама, ამავდროულად ის იყო იქ, სადაც კი ქვეყანას ჭირდებოდა. ის იყო იქ, სადაც კი დაპირისპირებული მხარეები იყო და შესაბამისად არიგებდა ამ დაპირისპირებულ მხარეებს. მე კარგად მახსოვს, მან ერთ-ერთ გადაგებაში თქვა, რომ მე გავაერთიანებ საქართველოს და ფაქტის ახსენებია მისმა გარდაცვალებამ. არა თუ მარტო საქართველოს გააერთიანა, სოფლიოში დააფიქრა ყველა ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს მიისწრაფიან დაპირისპირებისაკენ. და ყველა ის ადამიანი, რომლებსაც რაღაც გარკვეული არასწორი პოლიტიკური მიმართულებები ჰქონდა. აი ეს იყო ილია მეორე. ილია მეორე დღეს კი მართალია ის ხორცელად წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ სულიერად ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გვერდში იქნება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გვერდით იქნება და დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ მიაცილებს ქართველი ერი ილია მეორე, საქართველოს სულიერ მამას. ჩვენთვის ეს იყო უდიდესი პატრონი. ჩვენთვის ეს იყო იმედი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არის რაღაც გარკვეული პრობლემები და არის რაღაც კონფლიქტური კერები, ეს ამ კონფლიქტური კერების ლოკალიზებას ახდენდა და ერთ სათავეში უდგა. და დღეს უკვე ის უფალთან არის და იქიდან დაგლოცავს და იქიდან მოეფერება საქართველოს მოსახლეობასთან მთელს ქართველ ერს.